თქმა უნდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. განსაკუთრებით კითხვის ნიშანი არის იმასთან დაკავშირებით, რატომ ახლა. იმიტომ რომ თქვენი ცით კონტექსტი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, უკვე დიდი ხანია, რაც დაიწყო ივანიშვილის მიერ საჯაროდ ბოდიშის მოხდით ოკუპანტის წინაშე, შემდეგ ეს გაგრძელდა წულუკიანის კომისიით, რომელმაც ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა, შემდეგ ამას მოყვა გიორგი გახარიას წინააღმდეგ ქართული მიწების დაცვის გამო აღძრული საქმე, რაც რა თქმა უნდა არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აღძრული საქმე და არა გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმე, ჩორჩანას ეპიზოდს გულისხმობ და ბუნებრივია ამ ყველაფერს, როდესაც მოყვება უკვე ეს ახალი ინიციატივა, რა თქმა უნდა, ეს აჩენს ბევრ კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ დაკარგავს საქართველოს მაგალითად საკუთარ პოზიციებს იგივე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ეს ერთი, რადგან ჩვენ უკვე ვიცით და არაერთი ფაქტი არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენად უკმაყოფილო იყო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და ზოგადად რუსეთის წარმომადგენლობა ჟენევის მოლაპარაკებებში ადმინისტრაციის წარმომადგენლის დასწრებით. თუმცა რაც შეეხება ტერმინს, თავად ტერმინს, რასაც ოცნების წარმომადგენლები ყველაზე ხშირად იყენებენ როგორც ამ გადაწყვეტილების გამართლების საბაბს, ტერმინთან დაკავშირებით ჩვენ აბსოლუტურად მივესალმებოდით მაგალითად და ჩვენი ინიციატივა იქნებოდა რა თქმა უნდა სახელის შეცვლა და სამხრეთ ოსეთის ნაცვლად სამაჩაბლოს გამოყენება, რადგან ეს რა თქმა უნდა რეალურად ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ინტერესებს. ამიტომ ამ ეტაპზე გარდა იმისა, რომ ჩვენ ვემხრობით, უბრალოდ კი არ ვემხრობით, ანუ ჩვენი ინიციატივა და ჩვენი სურვილი არის, რომ სახელი სამხრეთ ოსეთის შეიცვალოს სახელით სამაჩაბლო, ამის გარდა სხვა დანარჩენი ეს არის სერიოზული პოლიტიკური კონტექსტის თემა, ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა მიმართულებით ექსპერტებთან და არა მხოლოდ ექსპერტებთან და საბოლოო პოზიციას უკვე ამის შემდეგ გაცნობთ, მაგრამ ის რომ ეს უნდა იყოს არა სამხრეთ ოსეთის, არამედ სამაჩაბლოს ადმინისტრაცია, ამას გიტესტურებთ ამ ეტაპზეც. ემიგრანტებთან დაკავშირებით დღეს ქართული ოცნების დეპუტატები, ჯერ შალვა ბოჭკოვის და შემდეგ დეპუტატები ერთდროულად პასუხობენ თუ რა გამოიწვევს ისტორიაში. დასავლეთი საქართველოს მოქალაქეებზე არჩევნების დროს და ყველა კონკრეტი არგუმენტი, რაც შეიძლება შეუშავებულია ასეთი პასუხი. მიხედავთ ის ონლაინ გავრცელებული განცხადება, რომ შინაარსზე არ ვიცი, მაგრამ როგორც ოცნებამის მან მოუწოდა მოქალაქეებს შეუქმნიან არჩევნების მხარე არ დაიჭერა ქართული ოცნებისთვის, იყო პრობლემის მომწევი მათთვის და შესაბამისად ამ წლების ქვეშ გააკეთეს არჩევნები თუნდაც გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებმა. ეს არის არგუმენტი ერთი და ასევე მეორე არგუმენტი, რომ დიასპორაში გაჩნდა დაპირისპირება, რომ თითქოს ერთი მეუეს ემუქრებოდა, რომ თუ ქართულ ოცნებაში მოხაზავდნენ სიებს, შეადგენდნენ, გადასცემდნენ იქაურ მთავრობებს, შემდეგ დეპორტაცია მოხდებოდა. და ეს დაპირისპირებაც, რაც ალბათ არ იყო ადმინისტრაციის შორის იყო, ესეც არის მათთვის არგუმენტი. თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია, რომ ემიგრანტებზე პრობლემის მოხდენა შეუძლია სხვა ქვეყნის ლიდერების განცხადება, რომელიც ონლაინ საკუთრებს თვითონაც. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ოცნება ფიქრობდეს და ზრუნავდეს ემიგრანტებისთვის პირიქით დამატებით კომფორტის შექმნაზე, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ 1,5 მილიონ ადამიანზე გვაქვს საუბარი. მართალია, გასული წლის არჩევნებში მხოლოდ 35,000 ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ესეც იყო განპირობებული ძალიან ბევრი ლოჯისტიკური, მათ შორის პრობლემით და წინააღმდეგობით. იმიტომ რომ ის მექანიზმები, რაც აქამდე არსებობდა, ბუნებრივია, ვერც ის მექანიზმები უზრუნველყოფდა ჩვენი ემიგრანტების სრულფასოვან მონაწილეობას ხომ არჩევნებში. და ნუ აღარ საუბრობ უკვე იმ უდიდეს ფინანსურ კონტრიბუციაზე, რასაც საქართველოს ღებულობს ჩვენი ემიგრანტების და რაც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 1/3-ია. ეს მინდა კიდევ ერთხელ გასაგებად თქვა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მარტო გასულ წელს 10 მილიარდი ლარი არის გადმორიცხული ემიგრანტების მიერ, როდესაც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი 2026 წელს იქნება 30 მილიარდი ლარი. და ნაცვლად იმისა, რომ კიდევ იმის ნაცვლად, რომ ემიგრანტები, რომლებიც ნახევარ საქართველოს ინახავენ ფაქტობრივად და ოჯახი არ არის, რომელიც საქართველოს ფაქტობრივად, რომელიც არ არის დამოკიდებული
ამა თუ იმ წევრზე, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება. ნაცვლად იმისა, რომ მათ მაგალითად ოცნება საუბრობდეს თუნდაც ელექტრონულად ხმის მიცემის საშუალებების ამოქმედებაზე, რაც რა თქმა უნდა უზრუნველყოფდა ასე ვთქვათ ხმის მიცემის საყოველთაობას, რაც დემოკრატიული არჩევნების გარდაუვალი და ფუნდამენტური ღირებულება, ამის ნაცვლად ხედავთ ფაქტობრივად შეზღუდვას საარჩევნო ხმის უფლების. ახლა რამდენიც არ უნდა იძახოს ოცნებამ, რომ კი ბატონო ადგნენ და ჩამოგზავნეს საქართველოში, ყველას კარგად ესმის, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია. მათ შორის ლოჯისტიკურად არის შეუძლებელი და ბუნებრივია ეს ასე ვერ მოხდება. ამიტომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს ერთადერთი რამით. ოცნებას, რომც არ იყოს ეს რომც არ ქონდეს ამას ოცნებისთვის ელექტორალური გავლენა. ამას არ აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ ციფრებში გადატანა არ არის სწორი. სადაც და რასაც ვერ აკონტროლებს, იმის გამო რომ ახლა ესე ყველაფერი გაზდის, ადგა და ფაქტობრივად მთლიანად ჩახსნა ეს მიმართულება, რასაც ქვია იმიგრანტების მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ რომ ბუნებრივია, რასაც ახერხებს ოცნება საქართველოში, ხო, რას ახერხებს? შანტაჟს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, დამუქრებას, პროპაგანდით მათზე წარმოუდგენლად დიდ წნეხს და ზემოქმედებას, ამას ის ვერ ახერხებს ემიგრაციაში, ბუნებრივია. და სწორედ ამიტომაც არის რადიკალურად განსხვავებული მონაცემები ემიგრაციაში და ამიტომაც ვერ გაბულობს ოცნება იქ თუ ავწდებით 13 თუ 14%-ზე მეტს. ასე რომ მხოლოდ და მხოლოდ ანტიდემოკრატიულად და ანტიკონსტიტუციურადაც კი შეიძლება შეფასდეს ოცნების ეს გადაწყვეტილება. სხვა ყველაფერი დანარჩენი, რაზეც დღეს ბატონო პაპუაშვილმა ისაუბრა, არის უბრალოდ მითი, აი პირდაპირ ვთქვათ, ზღაპრები, რაც კიდევ ერთხელ სამწუხაროდ ემსახურება ზოგადად ევროპისგან და ევროკავშირისგან რაღაც კრის ხატის შექმნის პროპაგანდისტულ ხარს, რასაც აწარმოებს ოცნება. ხო. რას ამბობს? რას ამბობს და გადაწყვეტა რომ ქართულ ემიგრანტებს დაეხმაროს არჩევნებში მონაწილეობაში და ვიდეო გააცნობა რომ ბევრი მეკითხება როგორ მივიღოთ მონაწილეობა რეგისტრირებაზე და ეს ორი ადამიანიო აჩვენებს ვიდეოში არის რომ საკონტაქტო ინფორმაციას აუცილებს და ისინი დაგეხმარებიან რომ თქვენ არჩევანი გააკეთოთ და რაღაც ლოჯისტიკურ საქმეში ეხმარებიან. თხოვს თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული ევროპული მომავლით, მეტი დემოკრატით, გამოიყენეთ შანსი 20 ოქტომბერს. სავარაუდოდ აქ წაიკითხა ქართულმა ოცნებამ მოწოდება, რომ ოცნების წინააღმდეგ უნდა მიეცათ ხმა. შეიძლება თუ არა ეს ლოგიკურად ჩათვალოს ქვეყნის შიგნით პროცესში ჩარევა. ნახეთ, ოცნება ზოგადად ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევას აიგივებს საკუთარ პარტიულ საქმიანობაში ჩარევად. იმიტომ რომ ერთია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და მეორე არის მათ პარტიულ საქმიანობაში ჩარევათ, იმიტომ რომ თქვენც რაც წაიკითხეთ, პირდაპირ ადასტურებს, რომ აქ არის საუბარი ევროპული მომავლის გადარჩენაზე, ხომ და ახლა ამით ფაქტობრივად ოცნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თავად აღიარებს, რომ ადამიანები, ვინც ევროპულ მომავალზე ზრუნავენ, ის ადამიანები ოცნებას არ ირჩევენ. ანუ ფაქტობრივად თავად ოცნება, ასე ვთქვათ, აღიარებს იმას, რომ ადამიანი, რომელმაც შეიძლება ხმა მისცეს საქართველოს ევროპულ მომავალს, ის ადამიანი ოცნებას როგორც პარტიას ხმას არ აძლევს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ამის დასტურია და ნუ რაც ასევე სამწუხაროდ სიახლე აღარ არის. ირმა რომელიც კავშირშია ვიქტორიის ორგანიზაციასთან. აი ამ კავშირში თუ როგორ ხედავთ ოცნებამებს რომ ახლა მას იყენებენ საკუთარ გავლენის გასახცელებლად ამ მიმართულებით. შეგრძნის რეალობა რომ საქართველო არის დამხმარე რუსეთის საქმის ნუ არც რა გითხრათ ახლა დეტალურად არ ვიცნობ მე ვიქტორ ყიფიანის ასე ვთქვათ საქმიანობას და მისი ორგანიზაციის საქმიანობას, მაგრამ ერთი რამეც ხარჯდება რომ ვინც აღარ არის ოცნებასთან და ვინც სხვაგან აგრძელებს საქმიანობას და არ არის ივანიშვილის ხელქვეითი, ის იმას ავტომატურად ოცნება რაც ხავს უკვე რაღაც საქართველოს მტრად, ეს ზოგადად ეს ტენდენცია შეინიშნება. რაც შეეხება ამ წერილს, მე თუ არ მქონდა დრო კარგად გავცნობოდი, მაგრამ რაც ვნახე, იქ თვალსწრაფი დადასტურებულ ფაქტებზეა საუბარი. თვალსწრაფი იგივე ავტომობილების რეექსპორტზეა საუბარი, რაც ოფიციალურად საქართველოს ბიუჯეტითაც არის
დადასტურებული და რა ტყუილ ფაქტებზეა საუბარი, უბრალოდ არ ვიცი, თუ იქ არ არის რამე კიდევ ისეთი, რის გაცნობასაც მე ვერ მოვახერხებდი ჯერჯერობით. რა მნიშვნელობა აქვს? არ ვიცი, მაშინ რა გამოდის, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, ვინც ცდილობს ისაუბროს სიმართლეზე, მაშინ გამოდის, რომ ეს ადამიანი არის ჩართული მტყუილ საქმიანობაში. ოცნებას რო კითხო, ეს ასე გამოდის მაშინ. რაც წავიკითხე, რეექსპორტზე რაც წავიკითხე, ეს პირდაპირ დადასტურებული ფაქტია, ეს დავალოცნებაც დაგიდასტურეთ. ამას არა, თქვენ არის ყველა მიცის, რომ რეექსპორტი მათ შორის რუსეთში და ყაზახეთში არის გაზრდილი ძალიან დიდი რაოდენობა. და თუ ხელშეწყობაზე საუბრობთ, მე გეტყვით კიდევ დამატებით ერთ ფაქტს, ადრეც მისაუბრია ამაზე. როგორ შეიძინა კალაძემ რუსული სანქცირებული კომპანია კამაზისგან თბილისის ბიუჯეტით კამაზები. მაშინ, როდესაც ეს კომპანია თითქმის მთელი მსოფლიოს მიერ იყო დასანქცირებული, იმიტომ რომ კომპანია კამაზი არის კომპანია, რომელიც მარტო ავტომობილებს კი არ აწარმოებს, არამედ ამარაგებს რუსეთის შეიარაღებას, რუსეთის ჯარს სამხედრო ნაწილების კომპონენტებით. და ეს პირდაპირ ფაქტობრივად ახლა რას ნიშნავს, თუ არა ირიბად რუსეთის დახმარება უკრაინის წინააღმდეგ ომში, როდესაც შენ ქართველი ხალხის ჩვენი გადასახადების გადამხდელების ფულით ყიდულობ, აღარ ვლაპარაკობ სრულიად უვარგის, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, კამაზებს დღეს 21 საუკუნეში, რომელსაც თითქოს თბილისის ქუჩების მორეცხვის უნდა გამოეყენებინათ და რა ვიცი, ახლა ეს ერთი ფაქტიც ადასტურებს და კიდევ არის არაერთი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, როგორ ხდება რეალურად დახმარება სანქციების გვერდის ასავლებლად. ეს ეხება არა მხოლოდ რუსეთში შემავალ, ასე ვთქვათ, პროდუქციას, არამედ რუსეთიდან გამომავალ პროდუქციას. ეს ორმხრივი ურთიერთობა, ასე რომ კიდევ ვიმეორებ, ეს კომპანია კამაზის მაგალითი შემიძლია გითხრათ და რაც ამ წერილში ამოვიკითხე, რაც შეეხება ავტომობილების რეექსპორტს, ეს დადასტურებული ფაქტია, პირდაპირ ბიუჯეტში ჩაიხედეთ და იქაც ჩანს, როგორ არის გაზრდილი რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემდეგ, რამდენად არის გაზრდილი საქართველოსთან სამაქციის ორგანიზებას ახორციელება. ჩვენ თქვით და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ იმ პარტიებთან ნაციონალურ მოძრაობასთან და არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციის ორგანიზებაში და პასუხისმგებლები არიან ყველა იმ მძიმე შედეგზე, რაც დადგა 4 ოქტომბრის შემდეგ, უბრალოდ ეს ხალხი რა ევროპული მომავლის გადარჩენაზე გველაპარაკება და რა ქართველი ხალხის უბრალოდ სახელით საუბარს როგორ ბედავს, მათ შორის თუ ვინმე დააზიანა ასე ვთქვათ, ევროპული მომავალი თუ იმ დააზიანა ოპოზიცია და მათ შორის შვიდობიანი პროტესტი, ეს სწორედ მათი უპასუხისმგებლო თვეების განმავლობაში მიმდინარე ბოიკოტის და შემდეგ შვიდობიანი დამხობის კამპანია იყო და ამ ადამიანებს ბოდიშიც არ მოუხდიათ იმ დანაშაულისთვის, რაც მათ ჩაიდინეს და ახლა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პარტიებთან არანაირი საქმე არ გვექნება. არანაირი საქმე არ გვექნება და ეს ყველამ კიდევ ერთხელ კარგად გაიგოს. რაც შეეხება ადამიანებს, რა თქმა უნდა, ახლა ეს ამას ვერავინ ვერ აუგზავნოს და პირიქით შესაძლებელიც არის, რომ ადამიანები ევროპული მომავლის დაცვის მიზნით ქუჩაში გამოვიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, მაგრამ ჩვენი პოზიცია ის, რომ ამ პარტიებთან ჩვენ საქმე არ გვაქვს და არანაირი არაფრის ორგანიზებაში არ ჩავერთვავთ, იმიტომ რომ სრულად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არიან, ეს კიდევ ერთხელ შემიძლია დაგიდასტუროთ. მადლობა თქვენ. ავტომობილების რეექსპორტი, ასე რომ იქ გამოგონილი მე ვერაფერი ვერ ვნახე, თუ არ არის კიდევ რამე ისეთი, რის გაცნობასაც უბრალოდ ვერ მოვახერხებდი აქ. დიახ. არ ვიცი, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არის კერძო დავა. და მე ყველა ადამიანს ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სხვა არ აქვს მნიშვნელობა, უსურვებ, რომ საკუთარი სიმართლე თუ ეს სიმართლე მართლაც სიმართლეა
დაესაბუთებინოს და დაემტკიცებინოს ნებისმიერ სასამართლოში. სხვა დანარჩენი უბრალოდ არის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდა. მე არ ვიცი რატომ ხარჯავენ დროს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ, კერძო პირის დავაზე ამდენი საუბრით. მე მგონი ჩვენს ქვეყანას გაცილებით მეტი პრობლემა აქვს. ერთადერთი რითიც ხსნიან არის ის, რომ თუ არ ვწდები, არ ვიცი ვინ, მაგრამ ეგრეთ წოდებული deep state-ი ახდენს ზეწოლას ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ხო, თუ არ ვწდები ამაზეა საუბარი. და მოდი მაშინ ერთ კითხვას დავუსვავ, მაგალითად ბატონ პაპუაშვილს, რომელიც ყველაზე მეტ საუბრობს, ხო, ამ თემაზე. დავუშვათ, რომ ვერ გაუძლო ივანიშვილმა ზეწოლას. ხო, ამბობენ, რომ ზეწოლას ახდენება, ხო? გასაგებია, რომ პრინციპული ადამიანია, მაგრამ ნუ დავუშვათ დაშვების დონეზე, რომ ვერ გაუძლო ამ ზეწოლას. ანუ მაშინ რისი თქმა სურს ბატონ პაპუაშვილს, რომ იმიტომ არის ამხელა პარლამენტის თავმჯდომარე და იმიტომ არის აქ მთავრობა და ასე შემდეგ არჩეული ორგანოები, რომ ესე იგი მე ზეწოლას ვერ გაძლებული ბიძინა ივანიშვილი იტყვის, რომ ეხლა ქვეყნისთვის საწინააღმდეგო რამ გააკეთეთო და ესენიც გააკეთებენ. ანუ ამით რას აღიარებენ უბრალოდ არ მესმის, აღიარებენ ერთადერთი იმას, რომ თვითონ არიან არაფორმალური მმართველის ასე ვთქვათ, ყურმოჭრილი მონები პირდაპირ ვთქვათ. იმიტომ რომ კიდევ მეორე დავუშვათ ვერ გაუძლო ივანიშვილმა ზეწოლას. თვითონ რას მოიმოქმედებენ? ანუ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამზე გაივლიან და ქვეყანას რისკებში შეიყვანენ? მაშინ აღიარონ ეს და საჯაროდ ჩვენ კი ვიცით რომ ასეა, მაგრამ აღიარონ და ერთხელ და სამუდამოდ ყველას ეცოდინება რომ ეს ასეა. ვერ გეტყვით. ჩემთვის ეს არის კერძოდავა. ჩემთვის ეს არის კერძოდავა და დარწმუნებული ვარ თუ იქ არის სამართალი და ეს სიმართლე თუ არის ბიძინა ივანიშვილის მხარეს, დღეს თუ ხვალ ის შეძლებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. მე ამაში დარწმუნებული ვარ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის მხოლოდ პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილი. საფრანგეთის ელჩთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, სახელმწიფო გუნდში კითხვა საჩეს მისი ბოლო დროინდელი აქტივობა, მათ შორის საუბარია, რომ ის სერგი კაპანაძის შეხვდა პასუხობი ამ დროზე არქივია სერგი კაპანაძისგან ოფიციალურ განცხადებას აღწერებს საელჩო. მანამდე კი ცნობილია წინა კვირაში რუსეთსა და თურქეთამდე არის სამთავრობო ორგანიზაციაში შეხვდა. თქვენ პოლიტიკურ კითხვებს ამ ხო მე ადრეც ვკითხეთ ჟურნალისტებმა, თუ არ ვცდები თქვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ სახლში შეხვედრის ფაქტორს უსვამთ ხას თუ ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაში ხედავთ პრობლემას? თავდაპირველად სერგი კაპანაძისთან შეხვედრასთან დაკავშირებით ვიჩვენებთ კითხვები და ზოგადადაც რომ შევაფასოთ მისი აქტივობა. იცით, მე მკითხეს აქამდეც დღეს თქვენს ფაქტობრივად იგივეს მეკითხებით, რატომ ხდება ელჩი ამა თუ იმ პირს საკუთარ რეზიდენციაში. ხო. კი ბატონო, ნუ ეს ახლა თავად ელჩს უნდა გკითხოთ რა ვიცი. ხა მე ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საკუთარ რეზიდენციაში მე პირადად წლების წინ, როდესაც კერძო სექტორში მოღვაწეობდი, არაერთ მიღებაზე ვარ ნამყოფი არაერთი ელჩის რეზიდენციაში და ეს ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკაა და იქ ახლა რაღაცა კონსპირაციების ძიება, ნუ მათ შორის შეიძლება იყოს მესამე. მათ შორის შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ კიდევ მეორე, ნახოთ ახლა არ მგონია აქ რაიმე კონსპირაციული ყოფილიყო. კონსპირაციული რომ ყოფილიყო, ლოგიკურად სხვა ადგილს გამონახავდა როგორღაც ელჩი და არა საკუთარ რეზიდენციას. უბრალოდ მე სხვა რამის ახსნებდა თქვენთვის, რომ საკუთარ რეზიდენციაში შეხვედრების გამართვა ეს არ ნიშნავს ვინმესგან თავად რამის კეთებას. მე ამის თქმა მინდა. ხა სხვა დანარჩენი ხა სერგი კაპანაძეზე კონკრეტულად და რომელიმე არასამთავრობოზე მე კომენტარს არ გავაკეთებ. ამას თავად საფრანგეთის ელჩი ისაუბრებს ალბათ ვის რატომ ხდება. შეხვედრა რომელიც პრეზიდენტის ელჩი უნდა გამართულიყო, ბატონო გიორგი, თუმცა თავად ამ შეხვედრაზე უარი გავრცელებული ხალხი გულისხმობ ადამიანის უფლებათა დაცვაზე, დიალოგი რომ გამართულიყო საქართველოსა და ევროკავშირის შორის, გავრცელებული ინფორმაციით ეს სწორედ შეეხება ალექსანდრე დარაგვალიძის მისგამო, რადგან ის დასახელებულია მისგამო გადადო ევროკავშირმა ეს შეხვედრა გვესმის ქართული ელჩების წარმომადგენლების მხრიდან არის ხადოთები, რომ ახლა ევროკავშირი უკან იმიტომ იხებს, რომ მათ სწორედ იმ ფაქტზე მის ეშინიათ, რომელიც აბუნების ჩატარასაც ქართული ელჩება აპირებდა. თქვენ როგორ ვფიქრობთ, რატომ შეხვედრა შეხვედრა და რას უკავშირებთ? რეალურად ეს ხომ არ არის სწორედ ქართული ელჩების ბოლო დროინდელ ქმედებებზე დიდებული გადაწყვეტილება? ნუ, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ოცნება თავად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ევროპელ პარტნიორებს უბრალოდ სხვა გზა აღარ დაუტოვოს გარდა იმისა, რომ
მათ დაიწყონ ფიქრი რაღაც უკიდურეს ზონებზე. ეს ერთი. ამაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ოცნება. მეორე, საქართველოს ევროპული მომავალი და ნებისმიერი შეხვედრა და პლატფორმა, რაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც ქვეყანა საქართველოს ევროპული პერსპექტივის და ევროპული მომავლის გადასარჩენად, ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ ამ თემაში ეხლა რაღაც ბოდიში და манипуляციები და სპეციალურად დასანქცირებული ადამიანის შეყვანა, რომ მე ევროკავშირი იძულებული გახდეს გააუქმოს ან უარი თქვას და მე ამის გამოყენება პროპაგანდისტვის, რომ თურმე ევროკავშირი როგორი ცუდია და როგორ გვიუქმებს შეხვედრებს, ეს დაუშვებელია. ევროპულ მომავალთან თამაში არის. პირდაპირ ვთქვათ, ბინძური თამაში. და ეხლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ აქ? საქმე უნდა ვაკეთოთ, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და ეხლა ის ვიკვლიოთ ოცნებამ ახლა რაღაცა ხრიკებს როგორ მიმართა და იქ სპეციალურად ისეთი ადამიანი ჩასვა დელეგაციაში, რომ მე ამას იძულებით გაუქმება მოყოლოდა და მე ეს თავად დაებრალებინა ევროკავშირისთვის, ეს ვარჩიოთ ახლა, როდესაც საქმე ეხება კიდევ მეორე ეგზისტენციალურ თემას, საქართველოს მომავალს, საქართველოს ევროპულ დემოკრატიულ მომავალს, ამიტომ ყველას მოუწოდებ. მათ შორის ევროკავშირის ბიუროკრატებსაც, რომ როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, ანუ ცოტა უფრო მეტი სერიოზულობით უნდა შევხედოთ ამ საქმეს. ოცნებისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ყველაფერს იყენებს ოცნება დემაგოგიისთვის და პროპაგანდისთვის. რასაც თავად აფუჭებს, სხვა საბრალებს. ქვეყნებში მასაც პრაქტიკა უკვე წლებია აპროპირებული აქვს, ახლა გადასულია უკვე ევროპის მასშტაბით და საერთაშორისო მასშტაბით და იქ ეძებს დამნაშავეებს თითქოს დამნაშავეები თავის საკუთარ თავში ყავდეს და საკუთარ გუნდში აყავდეს. ბატონები, ამავე თემაზე ჩაგეკითხოთ, მართული გუნდი ამ კანდიდატები სანქცირებული პირი. ახასოს ვახს იმას, რომ აკადემიური რომელმაც აქციის სისტემა შექმნა, იღებენ ევროკავშირშიო და ეს ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია და ამას ამბობენ კაპოცნებაში. თქვენ ამ ფაქტორს აქცევთ თუ არა რაიმე ყურადღებას ან როგორ აფასებთ? მე რა მეგონს იცი? ოცნება ვის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს? ბადეიშვილი გაამართლა მისმა სასამართლომ. ზურაბ ბადეიშვილი ოცნების სასამართლომ, ჩინჩალაძე მურუსიძის სასამართლომ გაამართლა. გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღძროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის, ქართული მიწების დაცვისთვის. ზურაბ ბადეიშვილს ამართლებდა. და ეს ოცნება ლაპარაკობს სხვაზე ორმაგ სტანდარტზე. უბრალოდ შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი პირდაპირ ვთქვით. შეურაცხმყოფელია. იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რამდენად უწყობს ხელს აი ეს ნაციონალური მოძრაობის და ოცნების აი ეს რაღაცა დაუსრულებელი ეს მოჯადოებულ წრეზე სიარული იმას, რომ ერთის მხრივ ოცნება იყოს მუდმივად ხელისუფლებაში და მეორეს მხრივ ნაციონალური მოძრაობისგან იყოს მუდმივი მტრის ხატი თითქოს როგორ ბრუნდება ის ხელისუფლებაში. და არ ვიცი, უბრალოდ აუხსნელია კიდევ მეორე, თან ამ როგორ საერთოდ როგორ ბედავენ რა მორალური უფლება აქვთ, რომ სხვას ელაპარაკობს ზურაბადეიშვილზე, როდესაც თავად ეს დამნაშავე ადამიანი ერთ-ერთი შემოქმედი ნაციონალური მოძრაობის მოძალადე რეჟიმის თავად გაამართლებინა საკუთარ სასამართლოს. თორემ ეს სასამართლო თავის დარღებულობს გადაწყვეტილებას და მხოლოდ ოცნებას ემორჩილება, მე მგონი ესეც ყველა მიცის. შესაბამისი საქმე, სადაც სასამართლოს გადასაკუთრებისას გადავიდა მუშაობენ ფსიქოლოგები და შესაბამისი სპეციალისტები. რამდენად მნიშვნელოვანია ცვლილება უნდა განხორციელებული ეს აქამდეც და თქვენ რაფორმით შეხედეთ? რა თქმა უნდა, ჩავერთვებით, იმიტომ რომ ვაღიარებთ და გასაგებია ეს არავისთვის არ არის სიახლე, რომ ეს არის დიდი გამოწვევა. ქართული საზოგადოებისთვის დიდი გამოწვევაა ეს ასე ვთქვათ ვითარება, როდესაც მოზარდები არიან აი ამ დანაშაულის მონაწილეები სამწუხაროდ, ეს უნდა აღმოიფხოს რამენაირად, მაგრამ პირველ რიგში ეს უნდა მოხდეს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც გამომდინარეობს თავად მოზარდებისთვის საუკეთესო ინტერესებიდან. და ისეთი რამ არ უნდა მოხდეს, რომ რაღაც ერთი პრობლემა თითქოს გადავჭერით და მეორე პრობლემა შევქმნით. ამიტომ ჩვენთვის ეს ძალიან ფაქიზი თემაა, ძალიან მტკივნეული თემაა, დიდი გამოწვევაა, ჩავერთვებით მაქსიმალურად და თუ ეს კანონი მიიღებს ინფორმას, რა ფორმაც იქნება ჩვენთვის მისაღები და იქნება გამომდინარე, ასე ვთქვათ, მოზარდების საუკეთესო ინტერესებიდან, დიდი ალბათობით ხარსაც გაუჭერთ, იმიტომ რომ მიგვაჩნია ეს ნამდვილად ისეთ პრობლემას, რომლის გადაჭრაზეც ყველამ უნდა ვიზრუნოთ. მაშინ მეც რა ვთქვათ, ევროკავშირის
ევროკავშირთან დაკავშირებით დაშალობა ბოშმაც გააზიანა პოსტი დაწერა, რომ ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობს ინტენსიურად და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არგუმენტები მოყავს, როდესაც ვაჭრობით უფრო მეტი გულვა იყო, ვიდრე უკრაინასთან დახმარება, უკრაინასთან ომის დროს, ანუ რუსეთთან ვაჭრობის მეტი იყო და ამიტომ მართლაც ამბობენ არ აქვს ევროკავშირის კონტროლი უფლება ჩვენ რუსეთთან დაკავშირებით არის თუ თვალყურინგოს და კომუნიკაციას. როგორ ფიქრობთ ეს როგორ აფასებთ ამ ფაქტს და ერთი არის ვაჭრობა, ღია, გამჭვირვალე, კანონზე დაფუძნებული სავაჭრო ურთიერთობა ქვეყნებს შორის და მეორე არის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით ფარული ვაჭრობა. მე არ ვიცი რაზე საუბრობს ბატონი ბაფუაშვილი, პირველზე თუ მეორეზე. დიდი ალბათობით საუბრობს პირველზე და არა მეორე საკითხზე, რომელიც არაკანონიერ ვაჭრობას ეხება და შესაბამისად თუ საქართველოს მიმართ ვინმეს აქვს პრეტენზია, ეს არის შეფარული ირიბი, ასე ვთქვათ, არაფორმალური ურთიერთობები რუსეთთან, რაც ეხმარება რუსეთს, ასე ვთქვათ, საკუთარი ბოროტის რახობის განხორციელებაში. ეს არის და ეს ასე რომ ერთ-ერთი რამ შემიძლია გითხრათ რა, მოდით ევროკავშირისგან კიდევ მეორე მტრის ხატის შექმნას თავიდან აიღოთ. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ბევრი რაღაც გარკვეული ბიუროკრატები ჩვენც არ მოგწონდეს, ასე ვთქვათ, და ჩვენც არ ვეთანხმებოდეთ მათ ყველა გადაწყვეტილებას. ბიუროკრატებს ხელი გულისხმობ, მაგრამ ის რომ რამდენიმე ბიუროკრატის მათ შორის არასწორი გადაწყვეტილება შენ გამოხვიდეთ და ეს განავწო მთელ ევროკავშირზე და ამით დააზიანო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები და საქართველოს ევროპული მომავალი, ხა ეს არის დაუშვებელი და ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და არ შევეგუებით და არ მივცემთ ოცნებას იმის საშუალებას, რომ აი ესე მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები. კიდევ მეორე, ხა იქ ჩვეულებრივი ბიუროკრატიაა, იქაც არ არის რაღაცა გასაგური არაფერი. იმ ადამიანებსაც შეიძლება მოუვიდეთ შეცდომა და შეიძლება მიიღონ არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ოცნებას იმისგან კი არ ათავისუფლებს, რომ აქ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე იზრუნოს და ადამიანის უფლებების დაცვაზე იზრუნოს.